როგორც უკვე იცით ან ვინც არ იცით, მე ვარ გუგა და ეს ჩვენი YouTube პროექტია პაციენტი. რატომ პაციენტი? იმიტომ რომ პირადად მე არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც სისხლის საერთო ანალიზი არ ჩაუბარებია, ან ვირუსის გამო აფთიაქში წამალი არ უყიდია, ან თუნდაც კბილის ექიმთან არ ყოფილა ვიზიტზე. დიახ, ყველანი ჩვენ ოდესმე ვიქნებით ან ვიყავით პაციენტები. შესაბამისად, ეს სიტყვა აერთიანებს სრულიად სამედიცინო სფეროს. ამ ვიზიტიდან პედიატრ ინგა მამუჩიშვილისგან გაიგებთ ბავშვების სწორი კვების რეცეპტებს, გაიცნობთ ნენეს, სალომესა და გიორგის ჯანმრთელობის ისტორიას და შეიხედებით ძილის კვლევის ცენტრში. მანამდე კი არ შეიძლება ერთ ფაქტს აუაროთ გვერდი. მედიცინა თვითონ სიტყვა მედეადან მოდის, ანუ უხსოვარი დროიდან მოდის და წარმოიდგინეთ რამხელა ისტორია დააგროვა უკვე ამ დროის განმავლობაში. შესაბამისად, კალენდრის ყოველი დღე უკვე პრაქტიკულად რომელიმე დაავადებასა ან მედიცინის მნიშვნელოვან ფაქტს უკავშირდება. ჩვენც ვეცდებით მაქსიმალური სიხშირითა და ინტენსივობით მოგაწოდოთ საინტერესო თარიღები და ფაქტები მედიცინის სამყაროდან. მაგალითად, აპრილში ჩვენ უკვე აღვნიშნეთ აუტიზმის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე და ასევე ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე. ამასთანავე 11 აპრილი არის პარკინსონის დაავადების საერთაშორისო დღე. პარკინსონის დაავადება პროგრესირებადი დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემასა და მის მიერ მართულ ფუნქციებს. მარტივად რომ ვთქვათ, იგი მოძრაობის გართულებას იწვევს. 2019 წლის მონაცემებით მსოფლიოში 8.5 მილიონზე მეტი ადამიანი იყო დიაგნოსტირებული. ყველაზე ცნობილი ადამიანებიდან შეგვიძლია გამოვყოთ ისეთები, როგორიც არიან მოჰამედ ალი, რომელმაც კარიერის დასრულებიდან 3 წლის თავზე აღმოაჩინა და მას დაუსვეს ეს დიაგნოზი. სხვათა შორის მისი პარკინსონი იყო ტრამული წარმოშობის პარკინსონი, რაც რა თქმა უნდა მის სპორტულ და კარიერასთან არის დაკავშირებული. ასევე ცნობილი სახე გახლავთ მაიკლ ჯეი ფოქსი, ჰოლივუდის მსახიობი ცნობილი ტრილოგიიდან უკან მომავალში. მას 29 წლის ასაკში გამოუვლინდა პირველი სიმპტომები და მან ამის შემდეგ პარკინსონთან ბრძოლის უმსხვილესი ფონდი დააარსა და უდიდესი წვლილი შეაქვს მეცნიერულ კვლევებში. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი, თუმცა მას არ ჰქონდია კლასიკური პარკინსონი, მსუბუქი მოძრაობის შენელება დაუფიქსირდა და ასევე ძალიან ცნობილი კანტრის შემსრულებელი ჯონი კეში. თუმცა მიუხედავად ამისა, უნდა აღვნიშნოთ ასევე, რომ მედიცინამ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა ამ დაავადებასთან ბრძოლაში და მედიკამენტების დახმარებით დღესდღეობით უკვე შეიძლება პარკინსონის სიმპტომების გაცილებით უფრო ეფექტურად მართვა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად მომიწევს იმის გამეორება, რომ მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და აუცილებელია ექიმთან დროულად ვიზიტი. ჩემი ანამნეზი. 2 დღის ვიყავი, როდესაც კუნჩხვა დამემართა, გაბლურჯდი, ჰაერის უკმარისობისგან რა თქმა უნდა შემექმნა ბევრი პრობლემა, ამან გამოიწვია ოჯახში წარმოუდგენელი პანიკა და მოუკლედ რაღაცნაირად გამომაწვრინეს სიტუაციიდან. ეს მე რა თქმა უნდა მონაყოლი ვიცი. თავისთავად იმ პერიოდის არაფერი არ მახსოვს. თუმცა რაც ძალიან კარგად მახსოვს და არ დამავიწყდება, ეს ის ფაქტია, როგორ გავიტეხე ცხვირი. მაშინ 5 წლის ვიყავი და იმ ტირილს და იმ ტკივილს არაფერი დამავიწყებს. შემდეგ მომიწია 2 ოპერაციის გაკეთება, სხვათა შორის 2, იმიტომ რომ პირველ ჯერზე მსუბუქად რო ვთქვათ, არაკვალიფიციური ექიმი ავირჩიეთ და შესაბამისად მოგვიწია პრობლემების გამოსწორება. ასე ხდება ჩვენს სოციუმში. ყველას აქვს გარკვეული ისტორია, ყველას აქვს თავისი ანამნეზი. შესაბამისად ჩვენც ვეცდებით ცნობილი სახეების ანამნეზი შემოგთავაზოთ ყოველ გადაცემაში. ხო და დღეს გავიგებთ სალომე ლემანჯავასა და გიორგი ცხადაჯის ოჯახში თუ არის ამდაგვარი ჯანმრთელობის ისტორიები. სალომე, გიორგი, ნენე და ჩვენი ოჯახის ანამნეზი. ხშირად ავადობს თუ არა ნენე? არ ავადობს ნენე ხშირად, რაც ჩვენ ძალიან გვიხარია. პირველად როცა ყველაზე რთული ამბავი იყო, ეგ იყო ატიპის ვირუსი, რომელიც რასაც ყველაზე მეტად შეგვაშინა ამ ვირუსმა და 3 წლის იყო. ხო, მაშინაც დავამარცხეთ და ისე ხშირად არ ავადობს. მე მგონი ჩვენ უფრო ვავადობთ. ეგრე გამოდის კი, ოღონდ მართლა. ვინერვიულე როცა ნენეს შენ განსაკუთრებით ინერვიულე უკვე ხსენებული ატიპის ვირუსის დროს, როცა გაიგე რომ ვერ ვაღვიძებდი, ანუ ძილიანობა მოემატა და ვერ ვაფხიზლებდი და ეგ იყო ძალიან რთული ამბავი და მაშინ გიორგის ჰქონდა ზუსტად კონცერტი, რომ დავურეკო ეს ტელეფონით ვუთხარი და მეც ცოტა ზედმეტად ემოციური ვიყავი და ცოტა ისტერიკაში და რომ ვუთხარი მოყვა კიდეც ავარიაში. როგორი დედა სალომე პანიკობს თუ არა? ვაიმე, ვაიმე. ბაღიდან დაგვირეკეს და ცოტაო რაღაცნაირად არისო და მოდითო და სალომეს პანიკა მაშინ დაიწყო. სალომე ისე დღეში იყო, ნენეს ვინ აქცევდა ყურადღებას, იქ თუ ვინმე იყო ყველა სალომეს აქცევდა ყურადღებას. და მე რა ყველაფერი დასრულდა.
ცალკე გამიბარა ნენეს ბაღის ფსიქოლოგმა და მე ჩამიტარეს სესიები. დაფარებულია სხვადასხვა როგორ დამშვიდდეს სწავლობენ ნერვიულობის დროს. დავესწარი მშობიარობას. მე დავესწარი მშობიარობას, ისიც გადავჭერი. ძალიან ორგანიზებული ვიყავი, მახსოვს, ყველაფერს ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი, როგორ ხდება ეგ ყველაფერი. მერე უკვე წლების შემდეგ, დაახლოებით 2 წლის თუ 3 წლის შემდეგ, ის ვინც ჩემი ექიმი იყო, ნუკრი კინტრაია. ვაიმე, იმ კაცის სახეს რა დამავიწყებს. ის იყო ჩემთვის რაღაცა ბედნიერების აქ გადამრჩენელი, იმიტომ რომ ჯერითი რა მაგარი პროფესია, როცა ახალ სიცოცხლეს და სიცოცხლის დაბადებას ეხმარები. მე რო შემხვდა, ყველაფერი გამახსენდა ესე, რომ რა ძალიან მაგარი იყო და ეგ შეგრძნება არასდროს არ დამოვიწყდება, ასე რომ მოკითხვა ჩვენს ყველა ექიმს. ადვილად ვიმშობიარე. კი, სხვათა შორის მეც გამიკვირდა. ძალიან ვეშინოდა, რომ აი როგორი იქნებოდა სალონა მშობიარე, მე რომ ყველაფერზე ძალიან ხო ნერვიულობს. მე უფრო ნერვიულობდი ალბათ ვიდრე სალონა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არის ჩემთვის, იმიტომ რომ აქ წერია ძუძუ ვაჭამე. ანუ ლაქტაციის პერიოდი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი არის ალბათ ცხოვრებაში და იქნება ყოველთვის, იმიტომ რომ მე 1 წლის განმავლობაში ვაჭამე ნენეს ძუძუ, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან რთული, რადგან უკვე 3 თვის როცა შესრულდა გავედი სამსახურში და სამსახურში ასე ვთქვათ, ვცდილობდი რომ შემეგროვებინა კვება მისთვის, რაც არ იყო მარტივი, იმიტომ რომ სამწუხაროდ არ არის ჩვენს ქვეყანაში ისე განვითარებული ოფისები, მათ შორის რომ ეს ლაქტაციის პროცესი დედებისთვის იყოს მარტივი სამსახურებში. და აი ის ყველა დეპრესია, ის ფოთვები, რაც მჭირდა და როგორც მჭირდა ხოლმე რაღაცნაირად გადავიტანე. ბავშვისთვის რომ კარგია და ეს რომ გათვითცნობიერებული გაქვს, მე მგონი ძალიან კარგია უკვე ყველაფერი კარგად მიდის. ქართული ვიყავი ნენეს აღზრდაში ჩვილობიდან. ეგრე იყო ნამდვილად. ჩემი მშობლების თაობიდან რაღაცა ისე გვესმის, რომ თითქოს მამა სამსახურში უნდა იყოს და დედა უნდა იყოს სახლში, რომელმაც ბავშვი უნდა აღზარდოს. ეგ სტერეოტიპი დავარღვიეთ ჩვეულებრივად ლაქტაციაზე მე ვერ მყავდა, მაგრამ ბავშვობაში გადავიტანე. ყველაზე ისე მკვეთრად მაინც უფრო ეგრეთ წოდებული ბატონები მახსოვს, ანუ ჩემს ბავშვობაში ესე ვეძახით, თუმცა ვიცი რომ ეს არასწორი ფრაზა არის. და განსაკუთრებით მახსოვს აი წითურა, ყბაყურა მქონდა ერთად და ძალიან რთულად ვიყავი რა. მახსოვს რომ საჩუქრები მოჰქონდათ ჩემთან და ჩემი ოთახი აი ყვავილებით იყო მოცული. ანუ როგორც ეს რაღაც ტრადიციები გვაქვს ხოლმე, ცოტა ისეთი აი ეგეთი ბატონები გადავიტანე და ალბათ ეს იყო მკვეთრად. ბავშვობაში მე არ მქონდა ესეთი დაავადება, რომელიც ესე დამამახსოვრდა, მაგრამ აი ესეთი გარდატეხის ასაკში დამემართა ბუდობრივი ალოპაცია, ესე ქვია, თმების ესეთ სვენას და მახსოვს რომ ძალიან დიდი ხანი ვცდილობდით რომ გვემკურნალად. ხალხური მედიცინითაც ვიმკურნალე, ჩვეულებრივი მედიცინითაც ვიმკურნალე და საბოლოო ჯამში დავამარცხეთ. ჩემი იმუნიტეტი მე მგონია რომ ძალიან ძლიერი იმუნიტეტი მაქვს, იმიტომ რომ ვირუსებზე მქონდა ჩვენ. ესე იგი ყველა ზუდად ხვდებით, მე ზუდად ხვდები, ნენე ზუდად ხვდებს სალომე არის ჯამზე. ნუ არ ვიცი ხო, სალომეს მაგარი იმუნიტეტი აქვს. საიდუმლო ანუ გავამხელ ვარ. ეგ არის წყალი, ანუ როგორც კი ვიგრძნობ, რომ ცოტა სადღაც რაღაც იწყება, ვიწყებ დალევას წყლის და 5 ლიტრა წყალს ვავ ხოლმე ან ნეც იმ დღის განმავლობაში. და აი არ ვიცი თუ გინდათ გამოცვადეთ, მეორე დღეს მე არაფერი აღარ მაქვს ხოლმე. ვინიზეზებდი ავადყოფნას, როცა სკოლაში მივდიოდი, აღიარებ. ციცაკას ჩავყნოს ავდი ხოლმე, მე ზემინება მიტყდებოდა და მე აღარ მიშევდნენ ხოლმე სკოლაში, ვითომ ცუდად ვიყავენ. თავის ტკივილი აღარ ჭერდა და გამომიჭირეს 1-2 ჯერ აღარ მტკიოდა და ხშირად ვსტუმრობ ექიმს და მიმყავს ოჯახიც. წელიწადში დაახლოებით 3-ჯერ მაინც, თუ 4-ჯერ არა და ვცდილობ რომ ყოველი სეზონის წინ და ვიკეთებთ ხოლმე საპროფილაქტიკო სხვადასხვა ანალიზს. ერთად აი მთავარი ანალიზები რაც არის. ხანდახან მაქვს ხოლმე ეს მომენტი, რომ აი რაღაც შემოტევები მაქვს ხოლმე თითქოს, რომ აი რაღაც ცუდი უნდა მჭირდეს, რაღაც ესეთი და მეშინია ხოლმე ამ დროს ანალიზებზე მისვლა, რომ აი რამე არ აღმოვაჩინო, ეხლა რამე არ მჭირდეს. მაგრამ რეალურად ეს აუცილებლად დავამარცხოთ და პირიქით. რაც უფრო მალე აღმოვაჩენთ თუ რამე გჭირს, ღმერთმა დაგვიფაროს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორი ექიმები გიყვარს და შენ? ანუ ნენეს უყვარს ექიმები, რომლებიც ცოტათი ათამაშებენ. ათამაშებენ და ნემს რო არ უკეთებენ. ხო, ბაჩე, ხო ჩემი ჯერია. აი, თქვი. თან მომწონს ეს კითხვა. კლინიკაში ბრაზდები, როცა სულ
ბრაზდება სალომე. ეს არაფერი არ ხდებოდეს, ყველა რომ შვიდად გეუბნებოდეს, ეს მაინც რაღაც იქცევს ყურადღებას, რომ უფრო მეტად მიგვაქციონ ყურადღება. იცი რატომ მოდი, საიდან მოდის, იმიტომ რომ არ არის ეს კლინიკებში არის რაღაც სერიოზული პრობლემა მომსახურებასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით. რატო გააჩნია ხა კლინიკას? ხო, გააჩნია კლინიკას, მაგრამ მაინც არის რა. COVID-19 ჩვენს ცხოვრებაში. მაინც ძალიან კარგად ხდება, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით სახლში. ხდება კარგად. და დილის გადაცემაში ვერთვებოდით სახლიდან. აუ ხო, ისე კაი. როისთვის წარმოვიდგენდით თუ ადამიანთან შეხვედრა ესე შეიძლება შეგეშინდეს და ანუ ადამიანის ნახვა არ გინდოდეს. მაგრამ ყველაზე ჯანმრთელად ხო მაშინ ცხოვრობდით. ჩვენ ყველაზე ჯანსაღად მაგ პერიოდში ცხოვრობდით, რომ გვეშინოდა და ანუ ვიკვებებოდით ჯანსაღად ისე როგორც არასდროს ვარჯიშობდით. ანუ ხო რა, რეალურად აი ამ შიშმა განაპირობა ის, რომ ყველაზე ჯანსაღად ცხოვრობდით COVID პანდემიის დროს. მირჩევნია დიაგნოზი გადავამოწმო. კი, ანუ მე გამოცნობ ხოლმე ერთ სტარტაპები ერთ ექიმს მარტო. მე გამოცხადებ რა ვქნა, მიმდობი ადამიანი ვარ. სუდად გავიხსენებდი ჩემი ოჯახის წევრების ავადობას, დედაზე მაქვს საუბარი და მამაზე, იმიტომ რომ დედამ ოპერაცია გაიკეთა, სიმსივნე ჰქონდა და აი ეს პერიოდი იყო ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ესეთი. მაგრამ მაშინ პატარა ვიყავი ხო და საერთოდ სხვა ემოციით უყურებდი კიდე ყველაფერს. ჩვენ მაშინ კონცერტები გქონდა და იქიდან ვაგროვებდით რაღაც თანხას, რომ ედას შეგროვებოდა ოპერაციის ფული და ნუ ეს აი საშინლად მახსოვს რაღაც ეს პერიოდი და ძალიან ნერვიულობდი და განვიცდიდი ამ ყველაფერს. ხო იცი აი რო გიმალავენ ბავშვს რაღაცეებს და მაინც გესმის სხვა ოთახშიც რო იყო რაღაც ისეთ მნიშვნელოვან თემაზე თუ ლაპარაკობენ მაინც გესმის და ეს ხვდებოდა ეს რო განიხილავდნენ ამ ყველაფერს როგორ იქნებოდა და აი ძალიან ესეთი არის სენტიმენტალურია ჩემთვის, მაგრამ რო დავამარცხეთ ეს დაავადება და რო ყველაფერი კარგად იყო მაშინ რაღაცა თავიდან დავიბადე რა. ვიკვებებით არა ჯანსაღად. ძირითადად რადგან გარეთ გვიწევს ყოველთვის ყოფნა, ნუ რაღაცნაირად რავი, მაინც ხო არა ჯანსაღად გამოდის ეს ყველაფერი. ანუ არის რაღაცები, რაც არ გამოვხდის და ეს არის ერთ-ერთი სხვათა შორის სერიოზული გამოწვევა ჩვენს ურთიერთობაში და ცხოვრებაში, რომ ვერ ვიკვებებით ნორმალურად. თუმცა ვცდილობთ რომ გამოვასწოროთ. ჯერა და დამოკიდებული ვარ წამლებზე. ჩემი ყველაზე მთავარი წამალი არის ჩემი წყალი. მე კი ვიყვებები ხოლმე ეს წამლებს. მშიშარა ვარ. ხშირად ვცივდები ხოლმე და მე აი თუ არ მივცი. ხმაზე ნერვიულობს და. ხა, ეგრეც არ არის. გლანდები მაწუხებდა სულ, ანუ ბავშვობაში რაღაცა სულ მარტივად ვცივდებოდი ხოლმე და პატარა ვირუსი რაღაცა რო იყოს ხოლმე, თუ არ მივაქციე ყურადღება და რაღაცა, ანუ მე უფრო მეტად ცუდად ხვდები ხოლმე და ამიტომ ჯობია რომ თავიდანვე დავამარცხო ბოროტი ბაქტერიები ჩემს ყელში. ალერგიული ვარ? ალერგიული მე არ ვარ. არა, ვიტყუები ბოდიში გამოვიწყდა. პანდემიის მერე სხვათა შორის რაც COVID-ი არ ვიცი ახლა დაემთხვა და მე მაგ რაღაც ესენი თეორიები შექმნილი გონებაში, მაგრამ ცხოვრებაში არასდროს არ ყოფილვარ არაფერზე ალერგიული. რაც COVID-ი გადავიტანე, მას შემდეგ ძალიან ბევრ რამეზე გავხდი ალერგიული. ნენე არ არის ალერგიული, ხო არა? არც მე არ ვარ ალერგიული და არც ნენე. ნენე სხვათა შორის ძალიან პატარა იყო, ჩემ კონცერტზე იყო ერთხელ ბოტანიკურ ბაღში, ძალიან კაი კონცერტი იყო და ფუტკარმა უგმინა და ნუ მახსოვს რომ ეს ძალიან შეგვეშინდა, იმიტომ რომ პირველად მოხდა ესეთი რაღაცა. შეგახსოვს? მაშინის დექსამეტაზოინი თუ როგორც არის რაღაცა დავპანიკდით, ეს გაუსივდა ეს ხელი და წამოვიყვანეთ საავადმყოფოში და აღმოჩნდა რომ ძალიან მარტივად გადაიტანა და მაშინ არ იყო ალერგიული და ეხლაც არ არის. ნუ ვიციო იცვლება ეგ ამბავი და 6 თვეში შეიძლება უცებ ამოტრიალდეს და ალერგიულები გავხდეთ. ალკოჰოლი ჩვენს ცხოვრებაში ძალიან საინტერესოა. ალკოჰოლი მეტნაკლებად არის ხოლმე. ძირითადად არ გვიყვარს რა, მე არ მიყვარს, მაგრამ აი ხანდახან არის ხოლმე რომ აი საღამოს მაგალითად მე სალომე დავსხდებით ხოლმე და ჩიქაღვინო შეიძლება დავლიო. მძინავს. ესე იგი, ეხა კარგად მძინავს. ის გადაცემა როცა მე მყავდა მაშინ არ მეძინა კარგად. ყველა ამას ეუბნება. ხშირად გქონდა იმის პრობლემები, რომ კონცერტი რომ დამთავრდებოდა, მე პირდაპირ მივდიოდი სამსახურში და მანქანაში ვიძინებდი 2 საათი და მე ვერ მაღვიძებდნენ ხოლმე და იქ მიკაკუნებდნენ ხოლმე კარზე, რომ ცხადო იწყება გადაცემა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი ამას და დღეს კიდევ უფრო მეტად ვაცნობიერებ, რომ ჯანსაღი ძილი ძალიან მნიშვნელოვანია რა. დავასკვენით საბოლოოდ ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფოთვებს, ნერვიულობას, რავი, ჯანსაღად რო იქნა თავი. ძალიან ეხმარება, მოკლედ ამ ყველა პრობლემის მოგვარებას უბრალოდ დღეღამეში 8 საათიანი ძილი. რისი მეშინია?
მე რაც შვილი გამიჩნდა ბევრი რამის მეშინია ძალიან, ანუ ზოგადად ძალიან მშიშარა გავხდი. ზოგჯერ არ ვიცი, ძალიან ხშირად მაწუხებს ხოლმე ფიქრები, რომ რამე ხო არ მჭირს ან ჩემს რომელიმე ოჯახის წევრს ხო არ ჭირს რამე და დაავადების მეშინია ძალიან. რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ თუ ჯანმრთელები არ ვიქნებით რეალურად არაფერს მე აზრი არ აქვს. და ამაშინია რომ რამე არ გამოგვეპაროს და შიში იმდენად არ არის, რამდენადაც ყურადღების გამოხატვა ამ ყველაფრის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენი სხეული, ჩვენი ორგანიზმი არის ჩვენი წარმატების, ჩვენი ბედნიერების და ჩვენი სიყვარულის აბსოლუტურად ყველაფრის გამომხატველი და შესაძლებლობას გვაძლევს სხვა ყველაფერს. შესაბამისად, უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენს სხეულს. მე ვარ გიორგი და მე ვარ პაციენტი. მე ვარ სალომე და მე ვარ პაციენტი. ჩვენ პაციენტები ვართ. თუ მიგაჩნიათ რომ თქვენი ქმარი როცა ხრინავს დაძლევის შემდეგ ეს არ არის სიმპტომი და დივანზე დაძინებით ყველაფერი მოგვარებულია, თქვენ ცდებით. რადგან მას შეიძლება პირველი სიმპტომები ჰქონდეს ძილის აპნოესი. დიახ, ძილში სუნთქვის დარღვევის. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ბევრი დაავადება და წინაპირობა გახდეს სერიოზული პრობლემების. ამიტომაც ჩვენი შემდეგი ვიდეო თქვენ გამოგადგებათ. ჰელსიკორი, ძილის კვლევის ლაბორატორია. ადამიანები ცხოვრების მესამედს ატარებენ ძილში. ეს დაახლოებით 25-30 წელიწად გამოდის ადამიანზე. ამავდროულად ძილის ქრონიკული უკმარისობა იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორც არის გულის დაავადებები, დეპრესია, ჭარბი წონა, დიაბეტი და სხვა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში არსებობს ძილის ლაბორატორიები, სადაც ჩვენი ძილი შეიძლება შეისწავლონ და გაარკვიონ რა პრობლემები გაგვაჩნია ჩვენ ძილში. ხო და მეც მოვედი აქ, ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევის ცენტრ ჰელსიკორში. გამარჯობათ, კეთილი მოგზავნდით გისმენთ. დიახ, აუცილებლად გამოგიკვლევთ. ეს უმნიშვნელოვანესია ძილის ჰიგიენისათვის, რომ ადამიანები დავწყვეთ დროულად არ გქონდეს ღამის თევისკენ მიდრეკილება, აბსოლუტურად არღვევს ჩვენი ძილის ბიორიტმს. კიდე საინტერესოა დილით როგორ იღვიძებს, არის თუ არა გამოძინებული, თავს როგორ გრძნობს და ამიტომ ყველა ამ სხვადასხვა მონაცემების შეჯამებით სურათი გვექნება მისი ღამის ძილი არის თუ არა სრულფასოვანი. ძილის სრულფასოვნება და ნორმალური ფიზიოლოგიური ძილი განაპირობებს ღვიძილის არსებობას იმ მდგომარეობაში, როგორც უნდა იყოს, ანუ ძილის დროს თავისი მექანიზმები, თავისი ქცევა, ასე ვთქვათ, ადამიანის არის განსხვავებული, ღვიძილის დროს განსხვავებული. ძილის პრობლემა არ არის მარტო ნაკლები ძილი ან უძილობა. ძილის პრობლემა ასევე ჭარბი ძილი და დღის განმავლობაში განვითარებული ძილიანობა. მნიშვნელოვანია გარკვევა ჯერ რაითი უნდა იყოს ან რა არის მაპროვოცირებელი ძილის დარღვევის. ანუ შეიძლება განვიხილოთ უძილობა, ცუდი ძილი, წყვეტილი ძილი, ფხიზელი ძილი, რომელიც არ იძლევა საშუალებას რომ შედგეს სრულფასოვანი ფიზიოლოგიური ძილი. ერთ სხვა პროფილის გართულება მოყვება, მეორე სხვა პროფილის გართულება. ძალიან მნიშვნელოვანია ძილის დარღვევის კლასიფიკაცია. კაცრად უნდა იყოს დიაგნოსტირებული არის თუ არა ინსომნია და შემდგომ მისი მკურნალობა. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ადგილზე არის ძილ-სუნთქვითი დარღვევები. რისკ ფაქტორებით ჯანმრთელობის მიმართ ძალიან აქტუალური გახდა და იქაც თავისი ქვედიაგნოზები აქვს, ასე ვთქვათ, მაგრამ ზოგადად ამ ქულგაშია მოქცეული. ეს არის ძილის აპნოეს სინდრომი, რომელიც მარტო დამოუკიდებლად ეს არ განიხილება როგორც მარტო ძილის აპნოე, ეს არის ძილის ობსტრუქციული აპნოე, ძილის ცენტრალური აპნოე და ძილის შერეული აპნოე. ხასიათდება იმით, რომ ადამიანი ძილის დროს გება სუნთქვის შეკავების ეპიზოდი, რომელიც ვლინდება იმაში, რომ სუნთქვითი რეფლექსი შენარჩუნებულია, მუცლის აბდომინალური სუნთქვა აგრძელებს თავის ფუნქციონირებას და ზედა სასუნთქი გზებში ვითარდება ოკლუზია და ამის გამო ჰაერი არ ხვდება ფილტრებში. ეს არის ობსტრუქციული აპნოე.
ცენტრალური აპნოის შემთხვევაში სუნთქვის რეფლექსი არის კომპრომეტირებული. არ იმართება სწორად თავის ტვინის მიერ, ამიტომაც ესე მიაკუთვნის ეს კლასიფიკაცია და ბლოკირებულია სუნთქვა როგორც აბდომინალური, ასევე შესუნთქვითი, ანუ ეს ჰაერის გადასვლა ფილტრებში. რაც შეეხება ეს მესამე ტიპს, ვითარდება ორივე. შეიძლება დაიწყოს ობსტრუქციული, გადავიდეს ცენტრალურში, გაგრძელდეს, მაგრამ ის კიდე უფრო ნაკლებია პროცენტული რაოდენობით, ვიდრე ეს ორი დანარჩენი. ახასიათებს მოჭარბებული დღისძილიანობა, გადაულახავი დღისძილიანობა, ეს მდგომარეობა ქრონიკული სტადიას გადის, ეს არ არის ერთი დღის, ჩვენ რო განვიხილოთ ეს ძილღვიძილის ციკლი, რო ვთქვი და იმ ციკლში აი როგორც ისეთი ინი და იანი როა, ხო, ესე ჩაჭიდული ეს ორი მდგომარეობა ნორმალურად უნდა ხდებოდეს ესე, რომ ნორმალური ფიზიოლოგიური ძილის დროს უნდა ჩნდებოდეს მოთხოვნილება გაღვიძებისას უკვე სიფხიზლის და აქ, როდესაც ძილი არ არის სრულყოფილი, არ არის ფიზიოლოგიურად დაკმაყოფილებული და არ არის სრულფასოვანი, უკვე ეს მდგომარეობა იწვევს იმას, რომ გრძელდება ძილის მოთხოვნილება. ამიტომ ეძინებათ დღე. ხრინვა არის დეფექტური სუნთქვა. იწვევს რა? ინსულტს, იწვევს კარდიოვასკულარულ პრობლემებს. რისკ ფაქტორია ძილში უეცარი სიკვდილის, თავის ტკივილი, გაბრუების შეგრძნება, სექსუალურ დისფუნქციას ადამიანის, გასტროეზოფაგალურ დარღვევებს, დიაბეტი მეორე ტიპი მაპროვოცირებელია და კიდევ იქ სხვადასხვა გამოვლენების, სხვადასხვა სქემების მიხედვით. როდესაც ჩნდება დისკომფორტი და ჩნდება იმის განცდა, რომ რაღაც ადამიანი არ არის გამოძინებული და რაღაც პრობლემა, რა თქმა უნდა მოგმართოს. პირველი ვიზიტის შემთხვევაში ივსება ძილის კითხვარი, რამდენიმეა, სხვათა შორის აქ ხდება ძილის შესწავლა, ეს არის თავის ტვინის აქტივობა, ეს არის თვალის კუნთების მოძრაობა, კისრის ტონუსი, სამი ტიპის სუნთქვა, მუცლის სუნთქვა, მკერდის სუნთქვა, ცხვირის სუნთქვა, ამაში შედის ხრინვა, ხრინვის დეტექცია. აი ეს კომპლექსი, რომელიც გვიკეთებს სრულ დიფერენცირებას, რომელ სტადიაში, როგორ ვითარდება ეს პროცესი, შეკავების პროცესი არის თუ არა არქიტექტურასთან ერთად, როგორ ხდება, აი როგორი პროფილი აქვს ამ დაავადებას. დილამშვიდობის გუგა. როგორ ბრძანდებით, როგორ გეძინათ? თერაპიასაც შეეხება თუ ოქროს სტანდარტია დიაგნოსტიკის მეთოდი, რომელსაც ქვია CPAP თერაპია. CPAP აღიარებულია როგორც ოქროს სტანდარტი დიაგნოსტიკის და მკურნალობის. ჩვენ ამ ორივე მეთოდს ძალიან წარმატებით ვიყენებთ. ესე მართლა დამეძინება, რა თქმა უნდა, მაგას აქ არ ვაპირებ, ახლა არ არის მაგის დრო. მაგრამ განახეთ უბრალოდ როგორ მიმდინარეობს აღნიშნული პროცესები, როგორი ლაბორატორია არის, რამდენად საინტერესო არის და რამდენად მნიშვნელოვანი არის ყველა ჩვენთაგანისთვის ძილის პრობლემების და ძილთან დაკავშირებული ყველანაირი საკითხის მოგვარება და გადაჭრა. თუ თქვენი შვილი ჭამს მხოლოდ მაკარონს, სკდება პურით, უარს ვერ ამბობს შოკოლადზე ან როგორც ჩემ შემთხვევაში ხდება, კამფეტი გახდა მისთვის ამომავალი წერტილი, იქნებ დაფიქრდეთ. არა, იმაზე კი არა, როგორ აუგზავნოთ საჭმელი და როგორ გადამალოთ ყველაფერი. ან თუ პირიქით თქვენი შვილი საჭმელს არ ჭამს და თქვენ გჭირდებათ ბუების და ვიღაცეებით მისი დაშინება იმისთვის, რომ ან ულუფა ბოლომდე დაამთავროს, ამ შემთხვევაშიც იქნებ დაფიქრდეთ. არა, იმაზე კი არა, როგორ შეიძლება დააძალოთ ბავშვს ჭამა. არა, იმაზე რომ უნდა შეცვალოთ მიდგომები. ამაში კი დაგვეხმარება ჩვენ რა თქმა უნდა პედიატრი. ინგა მამუჩიშვილი, რომელიც ძალიან ბევრ რჩევას მოგწევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იკვებოს სწორად ჩვენმა ბავშვებმა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დღევანდელი ჩვენი მთავარი გმირი, ესე ვთქვათ, იქნება ექიმი, პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი ინგა მამუჩიშვილი. მოგესალმებით. დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ გადატვირთული გრაფიკის და მიუხედავად მოახერხეთ და გამონახეთ დრო ჩვენთვის. ბავშვების თემა ზოგადად არის წარმოუდგენლად დიდი.
ამიტომაც გამოვარჩიეთ ასე ვთქვათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ბავშვის ზრდაში, ეს არის ბავშვის კვება. დავიწყებ ცოტა არაორდინალურად და წავიკითხავ თქვენს პოსტ-სოციალურ ქსელიდან. კი ბატონო. ადრე თუ გვიან თქვენი შვილი გამოიყენებს თქვენს მაგალითს და არა თქვენს დარიგებას. ჩვენ რომ გონია რომ ბავშვები ამ მაგალითს არიღებენ, ან და ასე ვთქვათ, აი ძალიან ისე გულგრილად უყურებენ, არ ვერ იმახსოვრებენ, ან არ გიყურებენ რას აკეთებ და როგორ ცხოვრობ და როგორი ცხოვრების წესი გაქვს, ხო? ძალიან ვცდებით. იმიტომ რომ ყოფილა ისეთი შემთხვევები მე უამრავ პაციენტთან მაქვს საქმე და ძალიან ხშირად მიყვებიან ხოლმე თავის ცხოვრებისეულ ნიუანსებს მშობლები ბავშვებთან მიმართებაში და ზოგჯერ ისეთი საინტერესო ფაქტებია რომ ბავშვი ამას ღრუბელივით იწოვს ყველაფერს აბსოლუტურად ყველანაირ ჩვენ ქმედებას აქედან გამომდინარე ზუსტად ცხოვრების ჯანსაღ წესზეც სულ იმას ვამბობ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ბავშვები მაგალითად მშობელი გაჯეტთან ზის მთელი დღის განმავლობაში თუ წიგნს კითხულობს. როგორ იკვებება? რას აკვებს ღებულობს ძირითადად, ხო? როგორ ძინავს? ანუ ბავშვის ძილის რიტმი, მშობლების ძილის რიტმია დამოკიდებული და ასე შემდეგ. როგორც ვიცი, თქვენ ბრძანდებით ბებია, დიახ. ბრძანდებით დედა. თქვენ თუ მიგიციათ ცუდი მაგალითი უნებლიეთ მიმიცია უნებლიეთ, რა თქმა უნდა, ხანდახან ისიც გამიკეთებია და ხანდახან ხშირადაც რომ შოკოლადი მიმიცია ბავშვისთვის მაგალითად, ხო? ეს ბებიობის მომენტი არ გაძლევს იმის საშუალებას ძალიან ხშირად რომ უყურო ბავშვს როგორ დარდობს, როგორ ნერვიულობს, როგორ უნდა რაღაც და ამიტომ წაგძლევს ხოლმე სული, წახვიდე ზოგჯერ შენი ნების საწინააღმდეგოდ. ხდება ასეც. ყველა ადამიანია დღის ყველა ადამიანია. ეხლა თბილისში ზოგადად ძალიან მოდური გახდა შეიძლება ითქვას, რომ სოციალებში ინფორმაციის გაზიარება დავარქვათ ამას, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ხშირ შემთხვევაში Google, ინტერნეტი, სოციალი პირიქით ეცნობაში შეყავხარ და საკუთარი ბავშვები ხდებიან ერთგვარი რაღაცა ტესტირების, ესე ვთქვათ, საგანი და აი როგორ შეიძლება ესე ვთქვათ მივაწვინოთ ხმა ადამიანებს, რომ რაღაცნაირად უნდა აირიდონ ბოლომდე ესეთი თვით მიდგომები. ძირითადად რაც შეიძლება გავიზიაროთ, ეს უნდა იყოს აუცილებლად ფაქტებზე დამყარებული მედიცინიდან, მტკიცებითი მედიცინის დასკვნები და მონაცემები და კვლევები, ხო? აუარებელი ინფორმაცია, ყველა ინფორმაცია ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ძალიან ხშირად მინახავს, როდესაც მშობლები ერთმანეთს ყვას არიგებენ, მაგალითად არის ძალიან სავალალო სიტუაცია, როდესაც ბავშვი სასწრაფოდ უნდა ნახოს სპეციალისტმა და ამ დროს მშობელი ასწავლის მეორე მშობელს, რა უნდა გააკეთოს სახლის პირობებში. შესაძლებელია ასეთი მშობელი შეცდეს, მართლა დაუჯეროს თავის თანასწორს, ასე ვთქვათ, და ბავშვის მიყვანა ექიმთან ძალიან გვიანოს, ხო? არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ინფორმაციის ასე თავიდან ბოლომდე გაზიარება, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი ინფორმაცია და მათ შორის არის ძალიან ბევრი ტყუილ მართალი. აქედან გამომდინარე, თუ არ გვაქვს მტკიცებულებები, თუ არ გვაქვს რანდომიზირებული კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაცია და მონაცემები, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, აი ასე უბრალოდ ხალხურად ასე ვთქვათ და მეზობლებთან საუბრით მოპოვებული რაღაცა ინფორმაცია არ უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს. კიდევ ერთი ასპექტი შემოდის ესეთ დროს. მე პირადადაც დღემდე მაქვს ეს პრობლემა. მოდი დავარქვათ ამათ თაობათა ჭიდილი. თაობათა ჭიდილი. ძალიან ხშირად, როდესაც მიღებაზე მოდის დედა და მოყავს ბავშვი, მას მოყვება ბებია, ბაბუა და ასე შემდეგ, დაუშვათ ბავშვის ძიძა და ამდენი ადამიანი საქართველოში ეს ჩვეულებრივ წესად იქცა უკვე. კი, ჩვენი უფროსი თაობის ადამიანებს შედარებით უფრო ასე ვთქვათ, აქვთ ისეთი შეხედულებები, რომლებსაც ხშირად ახალგაზრდა თაობა ვერ ითვალისწინებს. მაგალითად, ბავშვის ჩაცმასთან დაკავშირებული, რომ ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს თბილად, ფეხზე უნდა ესვას წინ და აუცილებლად უნდა ეწვას რაღაცა ეგრეთ წოდებული რეიტუზი, ჩათფუნებული უნდა იყოს, ორი საბანი უნდა ეხუროს, ანუ ყველაფერი გაციებიდან იწყება. არადა ეს პედიატრიაში აბსოლუტურად სხვანაირად შეიძლება შევხედოთ ამ საკითხს, რაც უფრო
გრილად და რაც უფრო მარტივად ვზრდით ბავშვს, შედარებით მარტივად, ხო? ყოველგვარი ამ ზედმეტი ეგრეთ წოდებული აპეკის გარეშე, მით უფრო ჯანსაღი იმუნიტეტით ყალიბდება ბავშვი. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ოთახში მაღალი ტემპერატურა, ის რომ დავუშვათ ბავშვმა აუცილებლად უნდა ჭამოს, დავუშვათ აქვე ვიტყვი სუპი, პურჭაყრილი, მაინც და ის უნდა ბავშვმა შეიძლება მის ნაცვლად ჭამოს მაგალითად მოთუშული ბოსტნეული და ეს აბსოლუტურად იგივე როლს ასრულებს, რასაც დავუშვათ სუპი. თუნდაც აღარ მინდა მეტი ამბობს ბავშვი და ჩვენ მაპატიეთ და პირიდან გადმოსულ საკვების მასას უკან ვუბრუნებთ ბავშვს. ეს ყველაფერი ზოგჯერ ხდება ხოლმე უფროსი თაობის მოწოდებით ხშირად, რომ აუცილებლად უნდა ჭამოს, აუცილებლად უნდა დაამთავროს ეს ულუფა. ეს ასე არ არის. ესაც ძალადობაა და ამ ძალადობასაც იგივე ძალადობით უპასუხებს ბავშვი. რა თქმა უნდა, უფროსი თაობის უამრავი რჩევა უნდა გავითვალისწინოთ. აქვთ მათ ძალიან სასარგებლო რჩევები, მაგრამ დღეს შეიცვალა აბსოლუტურად ყველანაირი მიდგომა. 5 წლის წინანდელი დაუშვათ სამედიცინო ლიტერატურა დღეს უკვე აბსოლუტურად აღარ არის ვარგისი და აქედან გამომდინარე ჩვენ მისით ვერ ვისარგებლებთ. ანუ იგივე შეხედულებები სხვადასხვა პათოლოგიების მიმართ, სხვადასხვა ორგანიზმის სხვადასხვა რეაქციის მიმართ ძალიან შეიცვალა და ახალგაზრდები ძალიან ბევრს ეცნობიან. მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან განათლებული ახალგაზრდა მშობლები ყავს უკვე, რომელთაც მართლა ძალიან ბევრი რამ იციან და მე ძალიან მიადვილდება ასეთ მშობლებთან მუშაობა და აქვე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ განსაკუთრებულად მზრუნველი მამიკოები ყავს, ახალგაზრდა მამიკოები. ჩემთვის ეს დიდად სასიამოვნო ფაქტია. მამა გეკითხება, მამას აქვს ჩამოწერილი ნოუთებში კითხვები და სამ კითხვებს რომ უპასუხო, ზოგჯერ გაოცებული ვარ ხოლმე. ეხლა რომ გადავიდეთ უშუალოდ როგორც აღნიშნეთ, რაციონზე, მენიუზე, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ უფრო 2 წლიდან ზევით 10-12 წლამდე ასაკის ბავშვებზე, რომლებსაც უკვე ეს ჩვილი ბავშვის ფაფები დაუშვათ, აღარ არის მათთვის სავალდებულო და ისეთი, რამდენიც მე ვიცი, ყოველ შემთხვევაში შეიძლება სავალდებულოც არის. და რომ დავუწყოთ მაგალითად თქვენ ახსენეთ, ბავშვს აღარ უნდა და ეს ნორმაა. ულუფის დოზა აუცილებლად უნდა იყოს ნორმირებული, თუ ბუნებრივი არის, რომ ბავშვი გაძღეს და აღარ უნდადეს. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ წლამდე ასაკამდე უალტერნატივო კვებას, რა თქმა უნდა, ბუნებრივი კვება წარმოადგენს და მინდა მშობლებმა ეს აუცილებლად იცოდნენ. 6 თვიდან ხდება მხოლოდ დამატებითი საკვების მიცემა ბავშვისთვის და სხვადასხვა დაბადებიდან 2 წლამდე ასაკამდე ბავშვის კვება არ არის რთული. ბავშვიც მოყვება. ბავშვიც მიირთმევს იმ ულუფას უპრეტენზიოდ, რომელსაც შესთავაზებ. მაგრამ აი 2 წლის ასაკიდან გვეწყება უკვე პატარა კრიზისი კვებაში. ბავშვი უარს აცხადებს ულუფის მიღებაზე, უარს აცხადებს იმ საკვებზე, რომელსაც ადრეხებულობდა და ამას ეწოდება 2 წლიანთა კრიზისი. ზოგჯერ 2-დან 3 წლამდე გრძელდება. ბავშვებს ჩვენ აუცილებლად უნდა შევუქმნათ კვების რუტინა. ანუ არ შეიძლება იმ გარემოში, სადაც ბავშვი იკვებება, იყოს ხმაური, იყოს დაძაბულობა, იყოს ხალხმრავლობა, იყოს ძაღლი მაგალითად ჩართული იყოს ტელევიზორი და ბავშვს გვერდზე ედოს გაჯეტი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბავშვს შეექმნას მშვიდი სიტუაცია და ძალიან დიდ როლს თამაშობს ასეთ დროს ეგრეთ წოდებული ოჯახური სადილები, ოჯახური შეკრებები. როდესაც ყველა ერთად ზის მაგიდასთან, მათ შორის ბავშვიც თავის სკამში, მაგრამ მაგიდასთან ახლოს და ის უყურებს თავისი ოჯახის წევრების კვებას. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ვუცვალოთ ხშირად დაუშვათ იგივე თებში. სხვადასხვა თებშით მივაწოდოთ ხოლმე, სხვადასხვა ჭიქით მივაწოდოთ ხოლმე. ესთეტიურ მხარეს ჩვენი ბავშვები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. ამავდროულად თებშზე დავულაგოთ სხვადასხვა ფერადი ბოსტნეული, მაგალითად ერთად იყოს ბროკოლი, პომიდორი, კიტრი, სტაფილო და აი ვუთხრათ რომელს აირჩევს, ხო? რომელს შეჭამს. ჩვენც მასთან ერთად აუცილებლად უნდა მივიღოთ რაღაცა. რომ გვიყუროს ბავშვმა, როგორ ჭამთ ჩვენც დაუშვათ იგივე ბოსტნეულს. რომ ეს მხოლოდ იმისთვის არ არის განკუთვნილი, იმიტომ რომ ბავშვებს 2 წლიდან უკვე მიმბაძველობითი ესეთი უნარები აქვთ და ისინი ძალიან ბაძავენ უფროსებს. ჩვენ არ უნდა დავაძალოთ ბავშვს არავითარ შემთხვევაში დავუშვათ იგივე იმ ულუფის ჩათავება. არ უნდა დავემუქროთ, ძალიან ხშირად არის ეს, ამას მე ისე ჰაერზე არ ვამბობ, ყოფილა ასეთ შემთხვევები. აი ჭამე თორე მოვა ბუა და გუდიანი კაცი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბავშვს
ბავშვმა თუ მიიღო დაუშვათ რაღაცა გარკვეული რაოდენობა და უარს აცხადებს, ჯობია დავანებოთ თავი, რომ არ გამოვიწვიოთ მამ ბავშვი ანტიპერისტალტიკა და ღებინების რეფლექსი. ბავშვს არ უნდა შევაპაროთ რაღაც საკვები, რომ აი რაღაც ახალი საკვები შევაპაროთ. არა, შეპარება არ უნდა მოხდეს, პირიქით უნდა ვაჩვენოთ აი ეს ახალი რაღაც საკვები, რომ აი ეს ძალიან გემრიელია, როგორ ჭრით, როგორ ვამზადებთ, თვითონაც უნდა მივაღებინოთ მონაწილეობა, თუნდაც ათამაშოთ დანით და ასე შემდეგ, რომ თვითონაც მონაწილე იყოს ამ პროცესის, რომ მე თვითონაც დაინტერესდეს, რა მიიღო, რა გააკეთა, რა შეასრულა და თვითონაც მოუნდეს ამის მიღება, ამ საკვების მიღება. უამრავი მეთოდი არსებობს, უბრალოდ ჩვენ არ უნდა დავიზაროთ არავითარ შემთხვევაში ის, რომ შევუქმნათ ბავშვს აი ასეთი კვების რუტინა. კი ბატონო, 100%-იანი ბრძანდებით რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველთვის არ არის შესაძლებელი. ყოველთვის არ არის შესაძლებელი რა თქმა უნდა. და ძალიან რთულია. თქვენ აღნიშნეთ, ცოტა ცდება დღევანდელ თემას, მაგრამ სულ ერთი წინადადებით რომ შევეხოთ ამას. გაჯეტი, იგივე მობილური, საჭმლის, ჭამის მიღების პროცესში კიდევ უფრო ცუდია, ვიდრე უბრალოდ რაც ვიცით რის გამო ცუდია. კი ბატონო, აი მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირია დღეს. აი ეს ასაკი ძირითადად 2 წლიდან სადღაც 4 წლამდე ასაკის ბავშვები ძირითადად იკვებებიან გაჯეტებით. ისინი მექანიკურად აღებენ პირს ამ შემთხვევაში და ყლაპოც მექანიკურია და რა თქმა უნდა ეს ხელს უშლის უკვე მონელების პროცესების სწორად წარმართვას. თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ბავშვი ზოგჯერ არ ყლაპავს, ეს არის მექანიკური ყლაპავს მექანიკურად, არ ღეჭავს. საჭმელს ისე მექანიკურად ყლაპავს და ამ აქედან გამომდინარე მონელების პროცესები ირღვევა. ამას დროთა განმავლობაში ახლავს ზუსტად მეტაბოლიზმის პროცესების დარღვევა და გაჯეტდამოკიდებულ ბავშვებში, განსაკუთრებით მოზარდებში, რომლებიც შემდგომ უკვე თვითონ გაჯეტებთან იკვებებიან სხვადასხვა საკვებით, ეს არის არასასარგებლო კვება, რა თქმა უნდა, რომელსაც მე ვამბობ, ჩიფსები იქნება, ეს თუ სწრაფი კვები, სხვადასხვა საკვები, სხვადასხვა სნექები, წახემსებები, შიგადაშიგა ფრი მაგალითად, ჩიფსი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს იწვევს, რა თქმა უნდა, წონის დარღვევას და ჭარბწონიანობის განვითარებას. და პატარა ბავშვებში ეს იწვევს დროთა განმავლობაში საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს. და ეს პრობლემა განსაკუთრებით მინდა აღნიშნო, ეს არის ყაფსობა. ისედაც ფსიქოლოგიურად გაჯეტდამოკიდებული ბავშვი ყოველთვის ცდილობს, რომ შეიკავოს ეს პროცესი, ანუ დრო არ დაკარგოს ამ პროცესზე. ამ შეკავებას ახლავს თან, რა თქმა უნდა, აი ამ ძლიერი ყაბზობის განვითარება და აი სწორედ აქედან გამომდინარე მე ყოველთვის მოუწოდებ მშობლებს, თუმცა მერწმუნეთ, ზოგჯერ მართლა მთელი დღე შეიძლება მშიერი იყოს ბავშვი. თუ შენ ის გაჯეტთან ერთად არ დასვი და არ აჭამე, თუმცა ამას მე ჭამას და ჭამის სარგებელს ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ბავშვები საკვებს პრაქტიკულად აბსორბცია ნივთიერებების კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ნაკლებად ხდება. კარგი ნივთიერებების, რომელიც უნდა შეიწოვოს და რომელიც ჭირდება ბავშვს ხო ზრდაგანვითარებისათვის. ძალიან ძნელია, მაგრამ უნდა ვიწვალოთ და ამას მივახციოთ. სრულია. თავარი არის სურვილი და მონდომება. ციგნით შეიძლება ჩანაცვლება დაუშვათ ამ მომენტში. ანუ გართობა ის რომ ხო კონცენტრაცია იყოს. თავარია კონცენტრაცია მოახდინოს ბავშვმა კვების მიღებაზე. სხვათა შორის პირად მაგალითს გეტყვით, რომ მე ზოგმა მაყურებელმა უკვე იცის 3 წლის ვაჟი მყავს. იყო რომ ზოგადად კვების პრობლემა ესეთი არ გვაქვს, მაგრამ რამოდენიმე ესეთი მომენტი გქონდა, რომ იუარა. და გამოვიყენე რევერსული ფსიქოლოგია, რომელიც ძალიან კარგად იმუშავა. როდესაც საჭმელის შესთავაზე მე ვიყავი ინიციატორი, რომ არ გავუკეთოთ, ლუკას არ უნდა, სანამ მან იუარა. და ამან გამოიწვია შემდეგ პროტესტი მასში, რომ მინდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბავშვებს წინააღმდეგობრივი რაღაცა გარკვეული დამოკიდებულებებიც აქვთ და აქედან გამომდინარე შეიძლება ზოგჯერ აკრძალვამ და რაღაცაზე უარყოფამ შეიძლება პირიქით ის რეაქცია ან ის ქცევა ჩაადენინოს. თქვენ ახსენეთ რუტინა, ჭამის რუტინა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არის ერთი მომენტი, რაც ზოგჯერ ხელს უშლის ხოლმე კარგ მჭამელ ბავშვებს. ეს არის სასუსნავები, რომელიც შეიძლება მთელი დღე თუნდაც ჯანსაღი, ვთქვათ, ხილი
მიირთვას მთელი დღე, რამაც შეიძლება მისი ძღომა გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ხშირად მეუბნებიან მშობლები, რომ ჩემი შვილი არის უმადო, საერთოდ არაფერს არ ჭამს, სადილს არ ჭამს, საუზმეს არ აღებულობს, სადილს არ ღებულობს, ვახშამს არ ღებულობს, მაგრამ როდესაც ღრმად შეეკითხები, აღმოჩნდება, რომ კვებათა შორის, ანუ ჭამიდან ჭამამდე შუალედებში, ბავშვი მაცუნობს მთელი დღის განმავლობაში. ხან მაგალითად ორცხობილას ღებულობს, ხან შოკოლადს ღებულობს. იცით რა, წახემსება ეს აუცილებელია კვებათა შორის, მაგრამ წახემსებაც უნდა იყოს ჯანსაღი და რა თქმა უნდა, მისი რაოდენობაც უნდა იყოს განსაზღვრული, იმიტომ რომ ზოგჯერ ბავშვებს, პატარა ბავშვებს ძღომის შეგრძნებაც არ აქვთ, თუ რაღაცა უყვართ და მოწონთ. აი მაგალითად შეუძლიათ შოკოლადი დიდი რაოდენობით მიიღონ. ან იგივე ორცხობილა თუ მოწონთ, შეუძლიათ დიდი რაოდენობით მიიღონ. აქედან გამომდინარე, თუ ბავშვი დღის განმავლობაში ღებულობს სხვადასხვა წასახემსებელ საშუალებებს, კალორიულს მათ შორის, რა თქმა უნდა, ტკბილი, შოკოლადი, ეს ყველაფერი იწვევს ბავშვის დანაყრებას, ხო? ის, რა თქმა უნდა, სადილს საუზმეზე ვახშამს, რა თქმა უნდა, აღარ მიიღებს. თავისთავად ცხადია. ამიტომ უნდა შევეცადოთ კვებათა შორის, მომხდელობაში მაქვს, ნუ ბავშვმა დღეში დაახლოებით 5ჯერ უნდა მიიღოს საკვები, 4ჯერ 5ჯერ უნდა მიიღოს საკვები, კვებიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ შეუძლია მიიღოს ხილი, მაგალითად, ასეთი სახით. ხილი გარკვეული რაოდენობა, რა თქმა უნდა. კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი, რაც არის ბავშვების კვებაში, რაც ჩვენ ამ შემთხვევაში დადებითად გამოვიყენეთ პირადად, ეს იყო ბაღი. ნუ ჩვენი ასე კი შემთხვევაში ბაღი, ზოგის შემთხვევაში სკოლა არის. და მცირე ისტორია, რომ თევს არ ჭამდა, იმდენეზე რომ აღარ ყიდულობდით და ერთ მისვლაზე აღმოაჩინეთ, რომ ბაღში დამატებას ითხოვს ხოლმე სადილზე, არათუ არ ჭამდა. ზუსტად მასია ჩემი შვილი. ზუსტად მასია, ხორცს არ ჭამდა და უშუალოდ ბაღში ჭამდა იმ წვნიანსაც და მწვანილს ფოთლებს ეძახდა და ფოთლებიანი წვნიანი მიიღო და დამატებასაც ითხოვდა. ნუ ეს არის აგრეთვე მიმბაძველობა, იცით, იქ მასწავლებელი დაუშვათ შეაქებს რომელიღაც ბავშვს, აი რა კარგად ჭამს, აი შენ შეჭამე ასევე და ერთმანეთს უყურებენ. იქ ერთმანეთის ყურებით ხდება ეს ყველაფერი ისევე როგორც ბავშვის ამეტყველება. ასეა კვებაში და დამოუკიდებელი უნარების შეძენა აგრეთვე საბავშვო ბაღში კვებასთან დაკავშირებით, რომ ბავშვი დამოუკიდებლად ჭამს, ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ იმას, რომ ბავშვი დაისვარა, არ უნდა მოვერიდოთ იმას, რომ რაღაც დასვარათებში ააყირავა, გადმოყარა, გაჭყლიტა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს უსათუოდ. ბავშვმა ისწავლოს ჭამა. მშობლები ძალიან ხშირად ითხოვენ მადის გამააქტიურებელი საშუალებების დანიშვნას. რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რა თქმა უნდა, თვითნებურად რო გააკეთონ ეს არ შეიძლება და არც ექიმმა უნდა გააკეთოს ეს თუ ხედავთ რომ ბავშვი აი ამ კრიზისის პერიოდშია და ერთფეროვან საკვებს ღებულობს, ხო? იმიტომ რომ თუ ჩვენ მადას გავაქტიურებთ, მადა გააქტიურდება ისევ იმ მიმართულებით, რა საკვებსაც ღებულობს და რაც მას უყვარს. შეიძლება შოკოლადები უყვარს და ჭამს შოკოლადს დღის განმავლობაში ბევრს და კიდევ უფრო მეტ შეჭამს, ხო? რაც მას არ უყვარს, აი კრიზისის პერიოდში ეს ძალიან მნიშვნელოვანი შტრიხია. რაც მას არ უყვარს, იმას არ შეჭამს. როგორც ვიცი, ასაკი განსაზღვრულია კრიზისის პერიოდი. კრიზისის პერიოდის ასაკი განსაზღვრულია პირველი ესეთი მნიშვნელოვანი კრიზისი 2-დან 3 წლამდეა ხოლმე და მეორე კრიზისის პერიოდი ზოგჯერ 4-4.5 წლიდან იწყება და სადღაც 5.5 წლამდე გრძელდება. ზოგადად რატომღაც ბიჭის, მოზარდის სიმსუქნე აღიქმება ხოლმე როგორც ნორმა ქვეყანაში და ძირითადად მშობლები დარდობენ და ღელავენ, როდესაც გოგონა არის ჭარბწონიანი. აი ეს რამდენად ჯერ კიდევ ესე არის სამედიცინო სფეროში ესე არის თუ აი ცი თქვენ წარმოიდგინეთ ახლა მშობლები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ წონას, ადრე უფრო ამას ასეთ ყურადღებას არ აქცევდნენ და თან ქართულ პოპულაციაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ბავშვი უნდა ყოფილიყო მსუქანი, აუცილებლად უნდა ქონოდა ხორცი, რა საყვარელია, როგორი დიდია და რომ ეტყოდი დავუშვათ რომ 6 თვის ბავშვი იწონის 11 კილოგრამს, ეს იყო მათთვის, აი შეხედე რა კარგია და ნუ მე მაშინ როდესაც ექიმს მქონდა ამ შემთხვევაში უკვე რაღაცა პატარა შიში გაჩენილი, ხო? რომ შეიძლება ამ ბავშვთან რაღაცა მეტაბოლური რღვევები იყოს და აქედან გამომდინარე იყოს მისი სიმსუქნე. დღეს უკვე შეხედულებები შეიცვალა, თუმცა უფროს თაობაში ისევ არის ეს შეხედულება, რომ უნდა იყოს მსუქანი აუცილებლად მოიმატოს, გამხდარია ბავშვი, გამხდარია, ჭია ხო არ ყავს. ხშირად ამასაც ამბობენ, გამხდარია ბავშვი, მაგრამ ახალგაზრდებში განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ამას და უკვე ძალიან ნერვიულობენ, როდესაც ბავშვს თუნდაც რაღაც გრამაჟით 600-800 გრამით მეტი აქვს მომატებული. სიმსუქნის პრობლემა, რა თქმა უნდა, დგას დღეს ჩვენ
ჩვენს წინაშე. დგას იმიტომ, რომ ზოგადად რა განაპირობებს სწორ ფიზიკურ განვითარებას ბავშვისას, ეს არის სწორი ბალანსირებული კვება. ბალანსირებული კვება ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი ღებულობს იმ ძირითად ინგრედიენტებს, ცილებს, ცხიმებს, ნაყრწყლებს, მიკროელემენტებს იმ შესაბამისი დოზირებით, რაც მას ჭირდება, ხო? და ჯანსაღ საკვებს ღებულობს ბავშვი. რაც არ იწვევს, რა თქმა უნდა, მეტაბოლიზმში რაღაც გარკვეულ ცვლილებებს. აი ეს ჯანსაღი კვება, აგრეთვე ჯანსაღი ძილი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯანსაღი ძილი და ფიზიკური აქტივობა. დღეს ჩვენი ბავშვები ვფიქრობ, რომ ჩვენი მშობლები ამ საკითხს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და აკონტროლებენ, ცდილობენ ყოველ შემთხვევაში. ბავშვისთვის მაგალითად წასვლა იგივე ან სადმე სადაც სწრაფი კვების ობიექტებია, ხო? უნდა მოხდეს ძალიან იშვიათად, თლად ვერ აუკრძალავთ. თუმცა არსებობს ესეთი ორი ცნება, ჭარბი წონა და სიმსუქნე უკვე. და როდესაც ჩვენ ბავშვს ავწონით, აი ამ პერცენტილური ცხრილის მიხედვით იქ არსებობს სხვადასხვა პერცენტილები 3, 25, 75, 85, 95. თუ 85%-ზეა წონა, ეს არის ჭარბი წონა, მაგრამ თუ 95%-ს ცდება უკვე ეს არის სიმსუქნე. არ უნდა დაგვავიწყოს, რომ არსებობს ბევრი სომატური პათოლოგიაც, რომელიც იწვევს სიმსუქნის განვითარებას. მაგალითად მეტაბოლური ცვლის მოშლა შეიძლება იყოს ბავშვებში და ამას თავიდანვე ყურადღება უნდა მივაქციოთ, ამიტომ არის საჭირო აუცილებლად მოზარდის უკვე 12 წლის ასაკიდან ვიზიტი, აუცილებლად არადაუშვათ დაავადების გამო, არამედ პროფილაქტიკური მიზნით ენდოკრინოლოგთან, რომ გავიაროთ ყველა ეს შესაძლო დაუშვათ პრობლემა, რომელიც შეიძლება ამ პერიოდში წარმოიქმნას. ისეთ რომ მე ბიჭები უფრო მხვდებიან ჭარბწონიანები. მე იმასაც ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო მეტად მოიხმარენ ბიჭები ამ მრავალჯერად ცხიმში დამზადებულ პროდუქტებს, fast foods და სხვადასხვა ცომეულს დიდი რაოდენობით და ბიჭების გატაცება გაჯეტებით უფრო ხშირია ვიდრე გოგონების გატაცება. რა თქმა უნდა, თავიდანვე აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ პრობლემას. აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს და უნდა გამოვრიცხოთ მეტაბოლური დარღვევები, სხვადასხვა დაავადებები, იმიტომ რომ ამან შემდგომში უკვე შეიძლება რეპროდუქტოლოგიური პრობლემებიც კი გამოიწვიოს და რაღაცა უშვილობასთან დაკავშირებული პრობლემები. პარალელურად არსებობენ უმადო და გამხდარი ბავშვებიც. დამასწარი კითხვაც უნდა წამოსულიყო უკვე მაგითაკეთ. კი ბატონო, გამხდარი ბავშვებიც არსებობენ, უმადო ბავშვები, გამხდარი ბავშვები და ჯანმრთელები აბსოლუტურად, მაგრამ სიგამხდრა შეიძლება გამოწვეული იყოს და უმადობა მრავალი პათოლოგიიდან. ჩვენთვის ყოველთვის ცნობილი ეს ვირუსული ინფექციები, მაგალითად, ვირუსული ინფექციების პერიოდში ბავშვი აბსოლუტურად უმადოა და არ ჭამს. მშობლები ხშირად გვეკითხებიან, როგორ მოვიქცეთ, რა ვაჭამოთ, იმ პერიოდში შეიძლება ვერ შეჭამოს ვერაფერი ბავშვმა, იმიტომ რომ ვირუსული ინფექციის დროს მადაც და სუნიც დაკარგული აქვს, თავისთავად ცხადია და შეიძლება არც კონდეს სურვილი საკვების მიღების, თუმცა არსებობს სხვა ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ასე ქრონიკულად უმადობას იწვევენ. ეს არის გულსიზარდთა პათოლოგიები, კუჭნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები, სხვადასხვა რომელიც თავისთავად უმადობას იწვევენ ხოლმე, ენდოკრინული პათოლოგიები. და ეს უმადო ბავშვები ძირითადად მშობლებს უნდათ რომ დატვირთონ სხვადასხვა სახის ვიტამინებით და სხვადასხვა სახის მადის გამაძლიერებლებით, როგორც წეგან აღნიშნეთ, ეს უნდა იყოს აუცილებლად ბავშვის ორგანიზმის მისი დაუშვათ სხვა ორგანოების ფუნქციონირების, სისხლის ფორმულის შესწავლის შემდეგ და ისე არასერელით, იმიტომ რომ ნებისმიერი ჰიპერვიტამინოზი, ჰიპოვიტამინოზი კიდევ უფრო ცუდ ფაქტებს იძლევა. ეს არის ასე ვთქვათ, გავრცელებული პროდუქტები, რომელიც რამოდენიმე ჩვენ უკვე აღვნიშნეთ კიდევაც, მაგრამ მოდით ერთხელაც გავიაროთ ზედაპირულად. საჭმელი, რომელიც ჩემს დიშვილს 12 წლისას ურჩევნია ყველაფერს აბსოლუტურად. და სხვათა შორის ძალიან ბევრ ბავშვს უყვარს და ეტანება ამ საჭმელს. რამდენად მისაღებია მოხარშული ძე? მოხარშული ძე ხო ჯერ ერთი ჩვენ არ ვიცით რისგან მზადდება ეს ძე. ბოლომდე როგორც ძეზე შეიძლება უცებ გავრცელდეს რაღაცა ინფორმაცია და გაგვისკდეს გული. მაგრამ ეს არის მაინც ითვლება ეგრეთ წოდებულ შებოლილ პროდუქტებად. შებოლილ პროდუქტებად ითვლება, რაც ბავშვის კუჭნაწლავის ტრაქტისთვის არ არის სასარგებლო და სასურველი. რა თქმა უნდა,
მართლად აკრძალვას თუ ძალიან უყვარს ბავშვს, ამას ვერ მოვახდან, შევეცადოთ მაღალი ხარისხის ძეხვი, ვაჭამოთ ბავშვს და ზუსტად ესეთი უფრო მოხარშული სალამის ტიპის არის სხვადასხვა ძეხვები დაძველებული. ამას ჯობია ისევ ესეთი, მაგრამ რა თქმა უნდა, ესეც არ არის ჩემთვის, მაგალითად, როგორც პედიატრისთვის მისაღები ბავშვისთვის. ეხლა გადავალთ ჩემი შვილის მანკიერებებზე. ძალიან გვიყვარს მარილიანი კრეკერები ეგრეთ წოდებული, რასაც ხშირად ვეთანხმებით. დიახ, მარილიანი კრეკერები, მარილი მოგეხსენებათ ბავშვთა ასაკში არ შეიძლება მარილი და შაქარი მაქსიმალურად ვკრძალავთ. კიდევ მარილი ცოტა უფრო დასაშვებია ვიდრე შაქარი. შაქარი საერთოდ ამოღებულია 2 წლამდე ასაკის ბავშვთა კვებიდან და თუ მერეც ამოიღებენ ეს შესანიშნავი იქნება, პრობლემა არ არის. აი მაგალითად მარილიან კრეკერებს მე ძალიან ხშირად ვიყენებ იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი უნდა დაიტვირთოს წყალით. და ვერ ღებულობს წყალს. როდესაც აქვს მას კუჭა-წყლავის ტრაქტის დისფუნქცია, დიარეა, სითხეს კარგავს, ვაძლევ მარილიან ჩხირებს, მარილიან კრეკერებს და ბავშვი იწევს წყლის მას. რა თქმა უნდა, ესეც ყოველთვის ხშირად მისაღებ პროდუქტად არ გამოვიყენოთ. უმარილო ორცხობილა კლასიკური. უმარილო ორცხობილა თუ მაგალითად ბავშვს არ აქვს ჭარბი წონა, თუ მასში არ არის შაქრის შემცველობა, თუ კარაქზეა დამზადებული არის ასეთი ორცხობილების, ხო? მე მივესალმები უფრო ასეთი ორცხობილების სახლში დამზადებას ბავშვებისთვის. თუ ასეთი ორცხობილა და თუ ბავშვს ჭარბი წონა არ აწუხებს, შეგვიძლია მივცეთ შეზღუდული რაოდენობით დღის განმავლობაში ხემსის სახით. კი ბატონო, გვაქვს კიდევ შოკოლადი და ამას მითიც მოყვება, რომ ძილის წინ არა. იმიტომ რომ შეიძლება გამოიწვიოს sugar rush. ანუ ჯერ ერთი უძილობა კოფეინი შეიცავს და ბავშვი შეიძლება აღიგზნოს და საერთოდ არ დაიძინოს. საერთოდ საღამოს საათებში 6 საათის მერე კატეგორიულად უნდა ეცადონ მშობლები, რომ შოკოლადი არ მისცენ. ყოველ დღეს შოკოლადის მიცემა რა თქმა უნდა არ შეიძლება, იმიტომ რომ აქ შედის ისეთი შაქარი, რომელიც ჩვენს მეტაბოლიზმს ძალიან ვნებს. ბავშვის მეტაბოლიზმს განსაკუთრებით. მაგრამ მთლად უმისობაც პატარა ბავშვისთვის წარმოიდგინეთ ახლა ბავშვი, რომელიც კანკალებს და ისე უნდა რომ შეიძლება აი ამ გრძნობათა სიჭარბისგან გულის წასვლაც კი მოგიწყოს რაღაც გარკვეულ მომენტში. ამიტომ ეს უნდა იყოს რაღაც წახალისება ბავშვის, ჯილდო, ხანდახან შეიძლება მივცეთ ხოლმე. გვაქვს კიდევ პროდუქტი, რომელიც ძალიან ბევრს უყვარს ბავშვს. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, ეს არის პროდუქტი, რომელიც შეიცავს საღებავებსაც, რომელიც შეიცავს სხვადასხვა დანამატებს, რომელიც მრავალჯერადი მოხმარების ცხიმშია მომზადებული და ეს რა თქმა უნდა შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული კარცინოგენური ფაქტორიც კი ბავშვის ორგანიზმისთვის, რომელმაც შეიძლება ცუდ დაავადებების განვითარებას შეუწყოს ხელი, თუ მას რეგულარულად მოიხმარს. შეგვიძლია ჩიპსი მოვამზადოთ სახლში? შეგვიძლია ჩიპსი მოვამზადოთ ჩანსაყის სახლში, კი ბატონო. და იმახსოვრეთ მშობლებო, ვისაც ძალიან დიდი პრობლემები გაქვთ, ჩემ მეგობრებს ვეუბნები პირდაპირ, ვისთანაც ჩიპსი ყოველდღიური რაციონის ნაწილია. კი, სახლში ყველაფერი შეგვიძლია მოვამზადოთ. შაურმაც კი, ჩანსაყი. რომელიც ჩვენ ბავშვებს მოზარდებს უყვართ. გვაქვს კიდევ ესეთი სრულიად ბუნებრივი ერთ შეხედვით თხილეული. კი, თხილეული ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრ ვიტამინს და დანამატს შეიცავს, მიკროელემენტს შეიცავს თხილეული. მე ყოველთვის ვამბობ, რომ აი შოკოლადი და არა მარტო მე, პედიატრები, შოკოლადით დავუშვათ ბავშვის განებივრებას, გვირჩევია მას მივაწოდოთ თხილეული და მიგვაწოდოთ ჩირი. ჩირი ძალიან კარგია ბავშვისთვის და შეგვიძლია მივაწოდოთ ჩირი და თხილში შედის ბეჯგუფის ვიტამინები, მასში შედის A ვიტამინი, E ვიტამინი, მასში შედის აგრეთვე დანამატები, თუთია შედის, მაგნიუმი შედის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, განსაკუთრებით მაგნიუმი ნერვული სისტემის სიმშვიდისთვის. თავისუფლად შეგვიძლია ვაჭამოთ ბავშვებს. თუმცა წაღან რომ ვისაუბრეთ ჩვენ აფლატოქსინზე, შეიძლება აფლატოქსინი მოხდეს თხილეულში, იმიტომ რომ ობისოკოებს ძალიან უყვართ აი ესეთი ცოტა ოდნავ ცხიმიანი პროდუქტები. გარეცხვა არ შველის. გარეცხვა არ შველის დამუშავება არ შველის. კი ბატონო. თითქმის დარწმუნებული ვარ და ვიცი ბიოლოგიურად სუფთა და ეკოლოგიურად სუფთა, რა ვიცი. აპასუხის გექნება დაახლოებით ვიცი.
მაგრამ ნუ როგორც გითხარით ერთ-ერთი მანკიერება ჩემი ეს არის ფერადი ფაქტიურად შემიძლია ვთქვა რომ ეს არის ფერადი არ მინდა ვთქვა მაგრამ შხამი ეს შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს მხოლოდ შაქარს და საღებავებს ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ ღირს სახლში პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი ესე იგი ნახევარ ფაბრიკატები, რაც არის ჩვენი არა მხოლოდ ბავშვების, არამედ ყოველდღიური ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი და არის მათში პრობლემა ბავშვებისთვის თუ ნორმალურად. იცით რა, ხა ნახევარ ფაბრიკატები ეს უბრალოდ გაყინულია. შეიძლება მოვიხმაროთ რა თქმა უნდა, მაგრამ ამას მაინც ჯობია რომ სახლში მოუმზადონ ბავშვებს, თუმცა ამ საუკუნეში დღევანდელ მოუცვლელ მშობლებში და ამ სოციუმში ცოტა ძნელია მშობლები დაკავებულები არიან და ძალაუნებურად ბავშვებს ძალიან უყვართ ეს პროდუქტები და ძალაუნებურად ხდება ხოლმე მისი მოხმარება, ხო? რა თქმა უნდა, აქაც უნდა შევეცადოთ, შევარჩიოთ მისი პროდუქცია უნდა ვიცოდეთ რა ვსყიდულობთ. თუმცა შეიძლება შედარებით უფრო ვიდრე თუნდაც ეს პროდუქცია. ძალიან კარგია. ეს მოვაშოროთ და გადავიდეთ მითოლოგიურ პურთან, რომელიც ბევრის აზრით არ შეიძლება საერთოდ ბავშვს. პური მრავალ 8 თვის ასაკიდან ვიწყებთ სხვათა შორის პურის გამოყენებას. რა თქმა უნდა, ცომეული ეს განაპირობებს სიმსუქნეს, მაგრამ ახლა რამდენი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ ეს პრობლემა გამოიწვიოს, ხო? არიან ბავშვები, რომლებსაც ძალიან უყვართ პური და ძალიან დიდი რაოდენობით ჭამენ. პურს ჩვენ ვიწყებთ ბავშვთა ასაკში 8 თვის ასაკიდან, იმიტომ რომ განუვითარდეს ბავშვს ღეჭვის რეფლექსი. ბავშვმა ღეჭვის რეფლექსთან ერთად არტიკულაციაც უვითარდება. და შესაძლოა ვარჯიშობს დიახ და ბავშვის ამეტყველებისთვის აი ძალიან კარგია სხვათა შორის ღეჭვითი რეფლექსები და პური ამას იწვევს. ნუ პური არის ცომი, პური არის სახამებელი, ნახშირწყლები, ნუ თავისთავად ცხადია ახლა დიდი სარგებელი პურს არ მოაქვს. მაგრამ თუ უყვარს ბავშვს პური შეგვიძლია მცირე რაოდენობით ასაკობრივად გვაქვს გაწერილი რამდენი პური შეიძლება და როგორი პური შეიძლება მიიღოს ბავშვმა ძირითადად უსაფუარო პურზე მაქვს მაინც საუბარი და აი პურის ხაშზე დამზადებული ასე რომ ეძახიან რაღაცა ესე მაგალითად არ მინდა ჩამოვთქვა ბრენდი არის ასეთი ბრენდი რომელსაც აქვს აბსოლუტურად უსაფრთხო პური რომელიც საერთოდ არ შეიცავს საფუარს მოძიება უნდა და კარგი სიშოვება ყველაფერი. და ერთ-ერთი ესე ვთქვათ ალტერნატივა ისევ და ისევ ცომეულის? ისევ და ისევ ცომეულის ალტერნატივა, თუმცა რაღაც განსაკუთრებულად უყვართ ჩვენ ბავშვებს. არიან ბავშვები კატეგორია ვიცი, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში იკვებებიან მხოლოდ მაკარონით. და მშობლები იქიდან გამომდინარე, რომ აი რა გავაკეთო, არაფერს არ ჭამს და ეს მაინც ჭამოს. და ყვებავენ აი ამ მაკარონით, ხო? არიან სოციალურად დაუცველი ადამიანების ფენაც, რომელიც აი მხოლოდ დაუშვათ ამ საკვებით იკვებება სამწუხაროდ ბევრი არ არის მისაღები. თავიდან რომ საუბრობდით, დავიჭირე ერთი ისეთი რამ, რაც მე ყურში კარგად მომხვდა, იმიტომ რომ მთელი ჩემი რაც მახსოვს ბავშვობა, რაც იყო ჩემს პრობლემა წვნიანი. და დღემდე 35 წლის ასაკშიც მაქვს ხოლმე საუბრები იმაზე, რომ ჭამე წვნიანი. დიახ. ესეა, აუცილებელია. იცით რა, წვნიანი მთლად აუცილებელი არ არის. თუ უყვარს ბავშვს მიიღოს წვნიანი. აი რა არის წვნიანი? წვნიანი არის მოხარშული, ბოსტნეული, მოხარშული დაუშვათ ნახარში. ნახარში, ხო? ამ დროს ნახარში, როდესაც იხარშება პროდუქტი, 60%-ით იკარგება ვიტამინები. ჩვენ ამ დროს შეგვიძლია მოვთუშოთ ეს ბოსტნეული და მოთუშული სახით მივაწოდოთ ბავშვს, სადაც შენარჩუნებული იქნება ვიტამინების ბალანსი. აი ძალიან საინტერესო თუ ბავშვს არ უყვარს, არ გვინდა, თუ უყვარს, მივცეთ. ამაზე ბევრი საუბარი არ გვინდა, ეს აუცილებელია. ეს აუცილებელია. ეს არის ეს და დავუშვათ ბავშვისთვის ხილიც აუცილებელია, ბოსტნეულიც აუცილებელია, ბოსტნეული არა მარტო იმიტომ რომ დავუშვათ ვიტამინებია და ხილი არა მარტო იმიტომ რომ ვიტამინებია, ეს ხელს უწყობს ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციების შენარჩუნებას. აქ შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებით იმ ბავშვებში და დღეს ძალიან ბევრია, რომელთაც აქვთ ყაბზობა, შეუძლიათ დილა ზუსტად ხილით დაიწყონ, ან ბოსტნეულით დაიწყონ, რომ პერისტალტიკის გააქტიურება მოხდეს. სადამდე ყოფნით მოთფინება პაციენტს სადამდე ბრძანდებით კეთილი ექიმი. იცით რა, შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ მე არ მქონია ჯერ ის მომენტი, რომ
პაციენტთან ან გავბრაზებულიყავი რაღაცას, ან მომეწყინა, ან დავღლილ ვარ. პირიქით, როდესაც მაქვს რაიმე ისეთი ცუდი განწყობა, გამოდივარ სახლიდან, გამოვიხურავ კარებს და მივდივარ სამსახურის გზაზე და აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვარ. სხვა ადამიანი, იმიტომ რომ მე მიყვარს ჩემი პროფესია ეს ერთი და მეორე, მე მყავს საოცრად განსხვავებული პაციენტი, ბავშვი, რომელთან ყოფნაც ნებისმიერი ბავშვი აბსოლუტურად სხვადასხვა სახით გახალისებს და ნებისმიერ ბავშვს აბსოლუტურად სხვადასხვა გრძნობა შემოაქვს შენში. ყოფილა შემთხვევა დღის განმავლობაში 70-80 პაციენტი მიმიღია და არ დავღლილო, თქვენ წარმოიდგინეთ? რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა და ალბათ მარტივი პასუხი იქნება, მაგრამ რატომ პედიატრი? ექიმობა გადავწყვიტე დედის ფაქტორიდან გამომდინარე, სხვათა შორის, ვიცი რატომღაც მე პედიატრიაში წავედი, დედას ქონდა ინფექციური დაავადება, წითელი ქარი ასეთი და რა ვიცი, აბსოლუტურად უშედეგოდ მკურნალობდა და მე გადავწყვიტე რომ უნდა გავხდარიყავი ექიმი, მაშინ ზუსტად სკოლას ვამთავრებდი, გადავწყვიტე რომ ექიმი უნდა გავხდარიყავი და დედასთვის მე უნდა მემკურნალა. მოხდა ისე რომ მე ზუსტად ნახევარი ქულა დამაკლდა. ნახევარი ქულა და გადავწყვიტე რომ იმ წელს სხვათა შორის მოსკოვმა, რომელიც მაშინ ევროპად ითვლებოდა, ევროპაში სწავლად მოსკოვში სწავლა, მოსკოვმა გამოაცხადა მოსამზადებელ ფაკულტეტზე მიღება და მე გავემგზავრე აქედან დედის ერთა გოგო, პატარა გოგო მარტო აბსოლუტურად და ჩავირიცხე იქ მოსამზადებელ ფაკულტეტზე. და დავამთავრე იქ. მუშაობდი სწავლობდი, მე მომიწია სხვადასხვა ქვეყნებში კიდე რაღაც პატარ-პატარა პერიოდებით მუშაობა და არ მბეზრდება, მე ექიმობა არ მბეზდება და არც მომბეზდება არასოდეს. არ ვიცი, ალბათ სულ იმას ვატრობ, რომ შემიწყოს ღმერთმა ხელი, მქონდეს ჯანმრთელობა, რომ ჩემ პატარებს ბოლომდე დავიხარჯო ჩემს პატარებთან და ბოლომდე მივცე ის რის მიცემად შემიძლია. როგორი პაციენტი ბრძანდებით? თუ ჩვენი გადაცემა არის პაციენტი. პაციენტი, მე თვითონ ვარ ნამდვილად პაციენტი, იმიტომ რომ რევმატოიდული ართრიტი მაქვს და ვარ აგრეთვე პაციენტთა კავშირის თავმჯდომარე. რომელიც აკვალიანებს პაციენტებს მიუხედავად იმისა, რომ მე ექიმი ვარ, ეს აბსოლუტურად სხვა სფეროა. რევმატოიდული ართრიტი და რევმატოიდულ ართრიტს სჭირდება განსაკუთრებით სწრაფად დიაგნოსტირება და სწრაფად დაწყება მკურნალობის, იმიტომ რომ ეს შეუქცევადი პროცესია და აუცილებლად საჭიროა მისი პერმანენტული ექიმის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა პერმანენტულად. მომთმენი პაციენტი ვარ და მიყვარს ჩემი კოლეგების დაჯერება. იმ კოლეგების, რომლებიც ბევრად უფრო კომპეტენტურები არიან ჩემზე თავის სპეციალობაში, ხო? ბოლოსთვის მოვიტოვეთ პატარა სახალისო რუბრიკა დავარქვათ ამას. ამოვკრიბეთ სოციალურ სფეროში გავრცელებული საკითხები და გვინდა თქვენთან გავიაროთ რამდენად ტყუილი და მართალი არის ეს საკითხები. პირველი არის ბუნებრივ კვებასთან დაკავშირებული და არის ესეთი ცნება, ყოველ შემთხვევაში შეხვდა, რომ ბუნებრივ კვებაზე როცა უნდა და რამდენიც უნდა, მაშინ უნდა ჭამოს ბავშვი. აბსოლუტურად მართალია. ეს არის free feeding-ის პრინციპი ბუნებრივი კვების შემთხვევაში. ბავშვი განკარგავს აბსოლუტურად თავის კვების საკითხს, ჭამს მაშინ როცა უნდა და ჭამს იმდენს რამდენიც უნდა. ამიტომ ტირის ბავშვი დედამ უნდა აჭამოს ძუძუ, ეს ყველაფერი იმასთანაც არის დაკავშირებული, რომ ძუძუთი კვება ბავშვისთვის მხოლოდ რძე, მხოლოდ საკვებს არ წარმოადგენს. ის არის დედასთან ურთიერთობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება და ფსიქოლოგიური ჯაჭვი, სიყვარული ჯაჭვი დედასა და ბავშვს შორის. ამიტომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, დედის რძე ძალიან სწრაფად მოინელება და ამ ხრივ პრობლემა ბავშვს არასოდეს კიდევ ესეთი ცნება არსებობს, რომ სახლში მომზადებული მარცვლეულის ფაფა უფრო სასარგებლოა ვიდრე აფთიაქის. რა თქმა უნდა, სახლში მომზადებულ პროდუქტს მე მივესალმები, მაგრამ არსებობს გარკვეული ასაკი, როდესაც ბავშვმა უნდა მიიღოს ჯერ ქარხნულად დამზადებული ფაფა, რომელშიც აბსოლუტურად ყველაფერია შენარჩუნებული და ის არის ზუსტად მორგებული ბავშვის ფიზიოლოგიურ თავისებურებას. კერძოდ, სახლში მომზადებულზე უნდა გადავიყვანოთ ბავშვი უკვე 1 წლის შემდეგ. კიდევ პატარა ბავშვებში არის ასეთი ამბავი გავრცელებული, რომ ახალი საკვები 3 დღიანი ინტერვალით, ამ 3 დღეში ერთხელ უნდა გაასინჯო. აუცილებლად. საერთოდ პედიატრიაში, ბავშვთა კვებაში მიღებულია კვების თანდათანობითი ჩანაცვლების პრინციპი. ანუ ბავშვმა მიიღო რაღაც ახალი საკვები,
ჯერღებულობს ძალიან პატარა ულუფით, აი მაგალითად ბოსტნეული, დავიწყეთ ბოსტნეული. უნდა მიიღოს დაახლოებით 2 ჩაის კოვზი, მეორე დღეს ამ რაოდენობას უზრდით, მესა 5 დღემდე ჩვენ ეს რაოდენობა თანდათან უნდა გავზარდოთ. პურის გარეშე ვერ დანაყრდება. ეს აბსოლუტური ტყუილია. მითია. აღარ გვინდა გაჩერება? მითია. არის ესეთი პროდუქტი, თაფლი. ამბობენ რომ 3 წლამდე არ უნდა მიიღოს ბავშვი. არა, 3 წლამდე არა, 2 წლიდან შეგვიძლია თაფლი შევთავაზოთ ბავშვს. სხვათა შორის თაფლი ძალიან ღირებულოვანი საკვებია ბავშვისთვის და განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში უკვე სხვადასხვა გაიდლაინებშიც გვხვდება, რომ ხველისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს თაფლი რძესთან ერთად, რა თქმა უნდა, თუ ბავშვს ალერგია არ აქვს, აი ძალიან აადვილებს, აუმჯობესებს ნახველის გამოყოფას. ღორის ხორცი აფუჭებს კუჭს. არა, არ არის სწორი. ეთით რა, გერმანიაში მაგალითად ღორის ხორცს იწყებენ 4 თვის ასაკიდან. აძლევენ ბავშვს, მაგრამ იყავთ ღორი მოშენებული სპეციალურად, რა თქმა უნდა, საკვები განსაზღვრული მხოლოდ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, არა, მაგრამ სასურველია მისი სათანადო დამუშავება აუცილებლად და რა თქმა უნდა, ის არ უნდა მიიღოს ბავშვმა ყოველდღიურად, ხო? უნდა მიიღოს ყველანაირი ხორცი ბავშვმა. როგორც ფრინველის ხორცი, ასევე ძროხის ხორცი, რომელიც დიდი რაოდენობით ბეჭდგუფის ვიტამინებს და რკინას შეიცავს, ასევე კურდღლის ხორცი და სხვა შორის კურდღლის ხორცი ეს არის ძალიან ჰიპოალერგიული ხორცი, რაც და ძალიან მდიდარი ვიტამინებით, კურდღლის ხორცით, ინდაურის ხორცით და ასე შემდეგ, ღორის ხორცით და ყველანაირი ხორცი უნდა მიიღოს. კიდე გვაქვს სოკოსთან დაკავშირებით. დიახ. მიცემა 5 წლამდე მიუღებელია. სოკოს მიცემა სოკო მენიუში შედის დაახლოებით 3 წლის ასაკიდან. კიდევ არის ძალიან საინტერესო საკითხი, ეს არის წყალი. ერთი რომ ონკანის წყალი არ შეიძლება. ონკანის წყალი შეიძლება, ჩვენთან საქართველოში ამ ხრივ პრობლემა არ გვაქვს. ონკანის წყალი შეიძლება, მაგრამ ონკანის წყალს არ ვაძლევთ მაინც 6 თვემდე ასაკამდე. და ბოლო, მარილი რაც უფრო გვიან, მით უკეთეს. რა თქმა უნდა. ჩვენი ბლოგი მიუახლოვდა დასასრულს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მაყურებელსაც გავეცით ბევრ კითხვაზე პასუხი. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა, ჯანმრთელობას უსურვებ ჩვენს პატარა მოსახლეობას, ჩვენს ბავშვებს, ჯანმრთელ და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას. როცა იცინი, შენი ტვინი გამოყოფს ენდორფინს. ენდორფინი კი ბედნიერების ჰორმონად არის ცნობილი. შესაბამისად, როცა ვიცინით, ეს გვეხმარება ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოსწორებაში და ამავდროულად სიცილს შეუძლია ტკივილის შემსუბუქებაც კი. გაუფრთხილდით თქვენ ჯანმრთელობას, რადგან მასზე მნიშვნელოვანი მხოლოდ სიცოცხლეა. მე კი ამით დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და დაგიტოვებთ წამლის მიღების წესების ინსტრუქციას. ფარმაკოკინეტიკა, მედიკამენტების ფორმები და მათი მიღების წესები. არსებობს წამლის უამრავი ფორმა, შესაბამისად მიღების გზების განსხვავდება. მყარი, თხევადი, ინექციური, ინტრავენური, მალამო, წვეთების შესასყურებელი, საინჰალაციო ხსნარები, გრანულები, სანთლები და ასე შემდეგ. ამ ვიდეოში მიმოვიხილავთ მედიკამენტების მყარ ფორმებს. დავიწყოთ ყველაზე მარტივით. პირის ღრუს მეშვეობით მისაღები მედიკამენტები. მარტივად რომ ვთქვათ, გადასაყლაპი. მათი მყარი ფორმებია: ტაბლეტი, აბი, დრაჟე, კაფსულა, გრანულა, დასაღეჭი, ოსმოსური კაფსულა. ორალური გზა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა წამლის მისაღებად. მისი მთავარი უპირატესობა სიმარტივეა, თუმცა წამალს უფრო ნელი მოქმედება აქვს. ეფექტის მისაღებად მეტი დროა საჭირო და ნაკლებად ძლიერია, ვიდრე სხვა ფორმის წამლები. პრეპარატის გადაყლაპის შემდეგ ხდება შეწოვა სისხლში კუჭისა და ნაწლავების გავლით, რასაც დაახლოებით 1-დან 6 საათამდეც სჭირდება. შეწოვის სიჩქარე დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა საკვების არსებობა ნაწლავში, პრეპარატის ნაწილაკების ზომა და ნაწლავის მჟავიანობა. ზოგიერთი პერორალური მედიკამენტი ურთიერთქმედებს გარკვეულ საკვებთან ან სასმელთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წამლის უმოქმედობა ან მძიმე გვერდითი მოვლენები. ამ შემთხვევაში მედიკამენტის მიღება სხვა გზით არის უფრო მიზანშეწონილი. ორალური გზით მისაღები თხევადი ფორმებია: ხსნარი, წვეთი, რბილი კაფსულა, სუსპენსია, ემულსია, სიროფი, ელექსირი, შუშხუნა, ნაყენი, წყალში ხსნადი, ლიმფტუსი. თხევადი ფორმები, როგორც წესი, ხშირად იძლევა მოქმედების უფრო სწრაფ ეფექტს. გადაყლაპვის შემდეგ სითხეების სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ, რაც იძლევა წამლის სწრაფ განაწილებას მთელ სხეულში. თხევადი მედიკამენტები ყველაზე კომფორტული ბავშვებისთვისაა, რომლებსაც უჭირთ მყარი ფორმების გადაყლაპვა. თხევადი წამლების შემთხვევაში აუცილებელია ვარგისიანობის შემოწმება, განსაკუთრებით შენახულს ხელმეორედ თუ გამოიყენებთ.
უმეტეს მედიკამენტს გახსნის შემდეგ ხანმოკლე ვადა აქვს და გამოყენების შემდეგ არ ინახება. დააკვირდით ანოტაციას, რადგან შესაძლოა მომდევნო საჭიროების შემთხვევაში მიღების დროს წამალს ეფექტი საერთოდ არ ჰქონდეს. რეკომენდებულია მიღებამდე ბოთლი კარგად შეანჯღრიოთ, რაც ხელს უწყობს ნაწილაკების თანაბრად განაწილებას. წამლის მიღების სხვა ფორმებს მომდევნო ვიდეოში შემოგთავაზებთ. გახსოვდეთ, დაუშვებელია თვითმკურნალობა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. თუ მოგეწონა ინსტრუქცია, დაელოდე მომდევნოს.